საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის აღდგენა რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აღდგება ისეთი დაზიანებული ელემენტები და ბაღის მთავარი სიმბოლოები, როგორებიცაა ტორის ჭიშკარი, ალისფერი ხიდი და ცერემონიების სცენა. აქ ჩემთვის ყოფნა დიდი სიხარულია. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებული იაპონური ბაღი, რომელიც თბილისის ბოტანიკურ ბაღშია განთავსებული, 8-9 წლის შემდეგ განახლდა და კიდევ უფრო ლამაზი გახდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულის მომტანია. 2016 წელს ეს იაპონური ბაღი იაპონიის და საქართველოს თანამშრომლობით შეიქმნა. ამ ბაღს მრავალი ვიზიტორი ყავს, რომლებიც გაზაფხულზე ალუბლის ყვავილობით და შემოდგომაზე ფერადი ფოთლებით ტკბებიან. ეს ადგილი წარმოადგენს უნიკალურ ჰარმონიას და შერწყმას საქართველოს ბუნებასა და იაპონურ კულტურას შორის. გარდა ამისა, ბაღიდან კარგად ჩანს ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. სწორედ ამ განსაკუთრებულმა გარემომ აქ უამრავი სტუმარი მოიზიდა. ჩვენი ბაღი, იაპონური ბაღი, სულ რაღაც 250 კვადრატულ მეტრზე არის გაშენებული, მაგრამ არ გეგონოთ, რომ რახანის პატარა, ან მისი მოვლა არის ადვილი, ან მისი იერსახის შენარჩუნება. 8 წელზე მეტია ჩვენი ვიზიტორების უსაყვარლესი ადგილია და საკმაოდ ესეთი მარტო დასასვენებელი ადგილი არ არის. აქ ძალიან ბევრი ღონისძიებები იმართება ხოლმე.